არის ჩვენი სტუმარი და ბუნებრივია ამ საკითხზე მაინტერესებს შენი აზრი. იმიტომ ეს არის რაღაც ძალიან სიმპტომატური რამ. ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩემი აზრით და ეს გამოჩნდება კიდეც მალე. აი რა აზრი გაქვს ასეთი ადამიანის გამარჯვებაზე ასეთ დიდ ქვეყანაში? ადრე საუბრობდი რაღაცა პროგნოზს აკეთებდი აფრიკული ცივილიზაციების აღმავლობას, მაგრამ ჩვენ ახლა ვხედავთ აგერ აი ამ შუა სლავურ სამყაროში ესეც საოცარ მოძრაობას, თავარი აი წეგანაც მინდა და ამის თქმა დაბანებს ამ ზაზავიტყვის დავამატებ, რომ თავარი ის არის, რომ ჩემთვის ყოველთვის სადაც ყოველ გამაქცევ ყურადღებას, რომ ეს დემოკრატია მაინც მუშაობს. ანუ ყველა პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველა ის შემთხვევა, როდესაც ხდება ხელისუფლების არჩევნებით გადაბარება ოპონენტებს შორის, ხო ეს ჯერ კიდევ არის ხაზგასასმელი, იმიტომ რომ ჩვენთან ეს არ არის უკვე ჩამოყალიბებული ტრადიცია დასავლეთიდან განსხვავებით და ეს უკრაინაშიც მოხდა საომარი მდგომარეობის მქონე ქვეყანაში. არის ეს რაღაც გამორჩეული მოვლენა თუ არა? ჯერ ერთი თქვათ დავიწყოთ იქიდან რომ პრინციპში გამომდინარე იქიდან რომ უკრაინის სიტუაცია საკმაოდ კარგად ვიცნობ. კი, ვიცი. ამიტომ ხშირად დადიხარ? არა, ნუ ეხლა ფადებით არ არის. დავდივარ, მაგრამ აქაც ჩამომყავს სწორედ იმ რეგიონების წარმომადგენლები, რომლებიც მე უნდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა დასავლეთისათვის ეს საკმაოდ ძიმე მომენტია. ის ვინც არის ავანგარდი, რა თქმა უნდა, მაიდანის ავანგარდი და უკრაინული ნაციონალიზმის ავანგარდი არის დასავლეთი, ეს არის ლვოვი და მე პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ ეს ავანგარდი და ლვოვის რეგიონის წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, მათთვის ძალიან ძიმე შედეგია. მაგრამ ნუ მეორე მხრივ ეს ამავე დროს ნუ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ახლა თქვენ ამბობთ, ახლა გისმენთ და რა თქმა უნდა, მისი ზელენსკის წარმატება განაპირობა მისმა აი ამ მესიჯმა ძალიან ეს თქვა ასე კონტექსტუალურმა, თქვა ქვეტექსტში რაც იყო, ну, რა თქმა უნდა, ეს იყო გათვლილი რუსულენოვან მოსახლეობაზე, რომელიც არის უკრაინის დაახლოებით 70%. პირდაპირ უნდა ვთქვათ. ანუ დასავლეთი არის ავანგარდი, მაგრამ დასავლეთი არის უმცირესობა. ოღონდ დასავლეთი აქამდე იყო ძალიან დასავლეთ უკრაინას გულისხმობს ხალხია. იყო ძალიან ესეთი აქტიური და რა თქმა უნდა, ხო მაიდანი თავიდან მოუნდა პირდაპირ შეიძლება თქვა აი ის ვინც აი ლვოვის ტაძრებში რო დადიხარ აი რო პარალელსაც ვატარებდი და ჩემ ახლობლებსაც ვეუბნებოდი რაც ხდებოდა საქართველოში აფხაზეთის ომის დროს აი გამოტენილი ახალგაზრდების ფოტოები ძირითადად იხოცება ლვოვის ინტელიგენცია ახალგაზრდები და ნუ ახლა ეს ჩემთვის ვარ მენახა რა თქმა უნდა მეგონებოდა რომ რაღაც უფრო ისე არის გადანაწილებული ასე რა თქმა უნდა ეს არის შოკი აი უკრაინის ნაციონალიზმის ავანგარდისტვის ეს არის შოკი რა თქმა უნდა ვიცი თუ შეგიძლია მაგრამ ჩემთვის ის ვამბობ აბსოლუტურად აი ზუსტად არანაირი მოულოდნელობა არ არის რა თქმა უნდა და ყველაზე საინტერესო ის არის რომ საქართველოს ექსპერტულ წრეებს გულისხმობ რომლებიც ნუ სულ ცოტა უკრაინის ამბებს მაინც კარგად უნდა იცნობდნენ და როდესაც შეფასებ არა მელაპარაკებით საქართველოს ექსპერტულ წრეებზე როდესაც ელექტრონულ ტრამპზე ვლაპარაკობდი არაფერს არ ჯეროდა და მე ყველა მინისტრი მირეკავდა ღამე კი რა ხო და არაფერი უბრალოდ განსხვავებით დანარჩენი ექსპერტებისაგან უნდა ჩვენ ვკითხულობთ რაღაცეებს და ქართულ კაცს ყველაფერს საკითხო ეძარება. რა ფასი აქვს ამ ექსპერტობას თუ კითხვა გეძარება, იმიტომ რომ ისეთი შეფასებები ისმის. ტელევიზიებში გამოჩენის, ხო, ჩვენზე კარგად იცით. არა, გასაგებია, მაგრამ ხო შეიძლება რომ რაღაც სისულელი არ თქვა, იმიტომ რომ მე დღეს წავიკითხე ქსელში. რატო არ უნდა თქვა, როდესაც ისეთი სასაცილო რაღაც ვიღაცას როგორც ჩვენ ზელენსკი გონია რაღაც ულტრა დასავლეთელი არა ხო ანუ წარმოუდგენ არა და ეს არის ნუ ეხა პრორუს ნამდვილად ვერ იტყვი ძალსახად მაგრამ ეს არის სადღაც ცენტრში რომელმაც შეძლო აი ამ რუსულენოვანი მოსახლეობის მომხრობა მაგრამ ეს არის ძალიან ამერიკული პროექტი ეხლა რატომ რომ თავის დროზე ამერიკაში გადიოდა ზუსტად ეს სერიალი პრეზიდენტი ზუსტად აი 2000-იან წლებში ეს ხო შეიძლება მისი სერიალი არ არის შემთხვევითი ეს არა ის არის
ცნობილი ამერიკული სერიალი, სადაც ახლა შეიძლება ესე იგი ჩვენ ხომ მაინც ლომაიმდელი განათლება გვაქვს და არსებობს ესეთი შესანიშნავი რეჟისორი, რომელსაც აქვს გადაღებული ცნობილი ფილმი აპოკალიფსი დღეს, ფრენსის ფორდ კოპოლა და მთავარ როლს მის თამაშობს, მოგეხსენებათ, ეს არის მარტინ შინი, რომელიც 2000-იან წლებში თამაშობდა სწორედ ამ ძალიან ხანგრძლივ სერიალს ზუსტად იმავე სახელით პრეზიდენტი. აი ეს სერიალი გადაიტანა კალამუისკიმ, ცნობილმა ოლიგარქმა, დაახლოებით 6 წლის წინ, მაიდანამდე ხდება ეს მოვლენები და აი ამ დაახლოებით 6 წელია თამაშობს აი ამ სერიალში, ამ ამერიკული ტიპის აი ამ სერიალში, სადაც პრეზიდენტი არის ჩვეულებრივი ადამიანი, თქვა ასე. და არ არის მისი წარმატება შემთხვევითი, აი დავუშვით მე ესე ვიტყოდი, რომ ზელენსკი დაახლოებით აი ქართულ მაყურებელს, ნუ ჩვენი ასაკის რო უთხრა ეს თანამედროვე უკრაინისათვის ეს არის დაახლოებით ის, რაც 80-იანი 90 წლებისთვის იქნებოდა საქართველოში რამე ჩიყვაძე პლუს გივი ბერიკაშვილი. ხო, ასეთი რო წარმოეყენებინათ, რა თქმა უნდა, გაიმარჯვებდა. ანუ კახი კავსაძე რამე ჩიყვაძეს რო გივი ბერიკაშვილი მომავალ კავსაძე არა, ამას ჩიყვაძე სპეციალურად თქვი, იმიტომ რომ ის პოლიტიკურ როლებს თამაშობდა ხო რიჩარდ მესამე და რაღაცა და პლუს გივი ბერიკაშვილი. გასაგები, ანუ ეს არ არის აბსოლუტურად მოულოდნელი. არაფერიც, უბრალოდ თან ახლა გავითვალისწინოთ ეს კოლომოისკი ძალიან სერიოზული ფიგურაა, საერთოდ უკრაინას მართავს. უკრაინის როგორ არის მოწყობილი ეს ქვეყანა ძალიან საინტერესოა, ესე იგი ზემოთ არის როგორც ყველგან ნუ ცხადია ხელმწიფე გუბერნატორი, ანუ ამერიკის ელჩი. ხო. მერე ქვევით არის ეს 7 ოლიგარქი. და შემდეგ არის აი ასე ვთქვათ აი ეს ადგილობრივი ფეოდალები და რა თქმა უნდა ეს აი ეს თამაშები ამ გენერალ გუბერნატორთან მიმართებაში ამ ურთიერთმიმართება ოლიგარქებისა და ქვედა ამ დონეების განსაზღვრავს უკრაინის ერთ-ერთი ყოფილი გუბერნატორია თუმცა გუშინ შეხვდა ორივეს ელაპარაკა ელჩი მინდა დაგამშვიდოთ და ერთ-ერთი კარგი ტესტი რითაც შეიძლება რაღაც კიდე ანალიზი გაკეთება არის უნდა ჩართო რუსული პროპაგანდა და პირდაპირ უყურო მაგალითად კისლევის გადაცემებს როგორ ხდება ესე აბსოლუტურად გაშავება პოროშენკოსი და როგორ ამიტომ უფრო დადებით ფერებშია ზელენსკი გამოყვანილი. ანუ ერთის თუ შენსაუბრობ ამერიკულ პროექტზე, მაგრამ მეორეს მხრივ ეს არის პროექტი, რომელიც აღსრულებს ხშირად რუსული და ამერიკული პროექტები ემთხვევა. ისე არ არის, მე ერთამის გეტყვით, რომ საერთოდ დიდმა ბიჭებმა ბევრად უფრო კარგად იციან მოლაპარაკება. ის რაც ქვედა დონეზე ჩანს რაღაცა აპოკალიფსი, სინამდვილეში სკოლაშიც ესე იყო. ქვემოთ ვიღაცები ჩხუბობდნენ და ზემოთ მერე შეესენი ძალიან კარგად თახდებოდნენ, რომ მათ ისინი განსაზღვრავენ თამაშის წესებს. ცოლქმრის ჩხუბიო რეგვენს მართალი ეგონაო. და ხშირ შემთხვევაში ესეთი რეგვენები არიან აი ქვედა დონის აი საქართველოს არის. მე ვხვდები რატომ გონიათ ქართველ ეგრეთწოდებულ ექსპერტებს, ანალიტიკოსებს. ექსპერტები ხონდა არსებობდნენ არა. ეგენი სხვა ადამიანები. რა თქმა უნდა, უბრალოდ სასურველია რომ რა იქნებ ცოტა რამ წაიკითხონ რომ ეხლა ვისაც არ აქვს საშუალება რომ ამ ინფორმაციას გაიცნოს ასე მოათხოვებენ. ესენი რატომ უნდა იცოდნენ? მე არა რატომ ვამბობ მე მინდა იმის ახსნა რატომ გადაწყვიტეს რომ ზელენსკი არის რაღაც უკიდურესად პირიქით პროამერიკული? ხო, ეს მაინტერესებს ძალიან. მე როგორც ხვდები ეს განაცემში არა, მე მგონი სააკაშვილთან მიმართებით აღიქვეს ეს ასე, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ მან თქვა სააკაშვილზე რომ ის ძალიან მოსწონს ზელენსკიმ. კოლომოისკისთანაც მიუხედავად წარსული კონფლიქტისა ჩვენს ყოფილ პრეზიდენტს როგორც ვიცი აღარ აქვს ისეთი დაძაბული ურთიერთობა. მის ბოლო ინტერვიუში მან თქვა რომ გაიმარჯვებს აუცილებლად ზელენსკიზე და ანუ მას ემხრობოდა და იყო ლაპარაკი იმაზე რომ ის უკრაინას შეიძლება კიდევ მიიწვიონ და დასაქმდნენ და სულ შორის საინტერესოა ხა როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ეს ასე ვთქვათ ძალიან დასავლელი თუ დასავლეთელი პოროშენკო დამარცხებული აკეთეს ზელენსკი და სააკაშვილი უცებ ზელენსკისთან რაღაც ნუ აი ანუ რისი თვალია რომ ქართული ექსპერტები ყოველთვის სააკაშვილის ხო და სააკაშვილს აღიქვამენ რა თქმა უნდა დასავლეთის ჯგუფში ცალსახად. დღეს გაწყობილ სუფრაზე და დამოუკიდებელ ბრძოლაში ხა რაღაცა მიხეილ სააკაშვილი იყოს ფაქტორი უკრაინაში ხა ზელენსკისთან როგორ ჩავარ არ ჩავარ. არა, ამაზე არ არის ლაპარაკი. უბრალოდ სააკაშვილის შეფასებებიდან გამომდინარე მათ გადაწყვიტეს რომ მოდი ეს იყოს დასავლეთელი
და სინამდვილეში წარმოქმნა არ აქვს. არა, ნუ ესე რო ვთქვათ, რომ ახლა ანტიდასავლელია თქო, ვერც ამას ვერ არა, ეს გვინდა არ გვინდა ახლა სიტუაცია ესეთია, სამივე კანდიდატი, თავარი კანდიდატი, ხო? ტიმოშენკოს ჩათვლით. სხვა შორის მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ალბათ აი ტიმოშენკოსთან დაკავშირებით რა თქმა უნდა რაღაც მოხდა იქ გაღალბების მსგავსი. როგორც ჩანს, არა ეს მარტო ჩემი აზრი არ არის, რასაც იქიდან მეუბნებიან, როგორც ჩანს ტიმოშენკო მაინც მეორე ადგილზე გავიდა. მაქსიმუმი იყო პოროშენკომ რაც გააჩნდა. არა და როგორი წვალეს თქვილად მაინც გაიმარჯვა. არა, იცი რა არის, მთელი ამბავი არის ის, რომ არა, რიგითობას მნიშვნელობა აქვს, არა, რიგითობას რა თქმა უნდა მნიშვნელობა აქვს და თან რა არის, თუ ვინმე არის იქ მართლაც რაც გარკვეული ძალის მქონე, რა თქმა უნდა და რამდენად დამოუკიდებელი, რა თქმა უნდა ტიმოშენკო. განსხვავება აი ამ შედეგებში იმხელა არის, რომ რაც ადამიანი 70%-ზე მეც მხარდაჭერას აიღებს, უკვე ძალიან მეცამე ხარისხოვანი ხდება, ეხა იქ მეორეზე ეს არის უარყოფითი რეიტინგი, ეს ხმა მისცეს არა ზელენსკის, არამედ ხმა არ მისცეს პოროშენკოს. გასაგებია, მაგრამ არა, სწორედ პოროშენკოს. მიუხედავად ამისა, ადამიანი ხდება მართველი. ერთი რაღაცა უნდა ვიცოდეთ, ახლა ცოტა ესეთ სერიოზულ რაღაცას ვიტყვი გასვლობით. ესე იგი ნუ უკრაინის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ უნდა ომი. აი ეს არის არა თუ არ უნდა მეცაც გეტყვით რომ ლვოვის რეგიონის მოსახლეობას, უბრალო მოსახლეობას, სოფლის მოსახლეობას მე ძალიან კარგად ვიცი. უდიდეს ნაწილს ასევე ომი არ უნდა. სამწუხაროდ რაღაცით ეს გავს 88-99 წლის და მე 92-13 წლების სიტუაციას, როდესაც თბილისის მაშინდელი ავანგარდის პოზიცია არ გამოხატავდა მთელი საქართველოს პოზიციას, მაგრამ დანარჩენი საქართველო ხმას ვერ იღებდა. ძალიან გავს ამ სიტუაციას. შენ ამბობ სამოქალაქო ომს და არა, რუსეთთან ომს ლაპარაკობ ზუსტად მათთვის ესე იგი ზუსტად აი როგორც საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ უნდა ის რაც მოხდა აფხაზეთის კონფლიქტული სმობ ზუსტად იგივე სიტუაციაა უკრაინაშიც. და მათ შორის იმ რეგიონში რომელიც არის ყველაზე რადიკალურად ასე ვთქვათ ცუდად განწყობილი რუსეთის მიმართ. როგორ შეიძლება აი ეს უკრაინის თემა და საქართველოს დაუბრუნდეთ, ხო აი მაგას ვიძახი სწორედ, რომ საქართველოზე ეს რაღაცნაირად აისახოს. Холод каргад аисахება. კი, ხო. და დადებითად Я вам скажу, что კარგად ეს პირიქით არის ძალიან კარგი და უბრალოდ მე უკეთესი შედეგი საქართველოსთვის ვერ წარმომიდგენია. და ამას ყველანი მალე ვიგრძნობთ. საინტერესოა რა მე მგონი იქ იმდენად საინტერესო პროცესები დაიწყება თავად უკრაინაში და სხვათა შორის მას შეუძლია პარლამენტის დათხოვნაც ანუ ამ ტალღაზე ახლა როგორც არ ვიცი მოკლედ იქ საინტერესო პროცესები იწყება უკრაინაში თავისთავად მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი თავის ტკივილი აქ და თემები, რომელიც თუნდაც 2 წლის წინ წარმოუდგენელი იყო, დღეს რაღაც ისეთ აქტუალურად განიხილება. ეს არის ლაპარაკი რევანშზე, წეგან ვახსენე იმ ძალის ეს თქვათ ლიდერი და ეს განიხილება რეალურად. ხო. განიხილება ისე საკმაოდ რეალისტურად. და ქვეყანაში არის რაღაც 2 ასე ვთქვათ ნარატივი. ერთი რომ კატასტროფა ხდება. ნუ ჩვენ ვიცით რომ ეს მოდელირებულია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამ ინფორმაციის 80% გაფორმებულია, შეიცავს არა მხოლოდ ტყუილს, არამედ გინებებით არის გაფორმებული და ნუ შეუძლებელია ხა რაღაც ფაქტები გინების გარეშე ვერ წარმოთქვა თუ ეს სინამდვილეა. ეს ერთი და მეორე რომ ნუ კარგად შეიძლება არ არის, მაგრამ არაფერი არ ხდება აპოკალიფტური. ეს არის განვითარება ჩვეულებრივი, როგორც უნდა, მაგრამ აი შენი აზრით რომელი იმარჯვებს მეორე ნარატივი არის რომ ესე იგი არსებობს ქვეყანაში არსებობს გაუარესება არის სტაბილურობა არის ან იგივე მდგომარეობა ან წინსვლა და ეს მიღწეული სტაბილურობა არის იმდენად მნიშვნელოვანი რომ ჩვენ უნდა რაღაცნაირად ეს დავაფასოთ არ ვიფიქროთ რაღაცნაირად ეს არ დავდოთ ფსონზე და არ გავრისკოთ იმით რომ შეიძლება ეს მდგომარეობა დავბრუნოთ იმიტომ რომ ძალიან კარგად ვახსოვს წარსული მე ხდება ამ წარსულის შეხსენება და შესაბამისად ეს არის ერთგვარი სამთავრობო პოზიცია ამის საპირწონედ ყოველგვარი საშუალებით ხდება
სხვადასხვა თემებით რაღაცა თქვათ რაღაც манипуляცია, დისკრედიტაცია ყველაფრის და შესაბამისად ის მედია თემები რაც ხდება. აი ნებისმიერ საკითხზე რო ავიღოთ სიტყვაზე, ავიღოთ მოსამართლეები, ხო? ერთი სხვა ხელისუფლება საუბრობს იმაზე, რომ გადავხედოთ სტატისტიკას, გადავხედოთ დღევანდელ მდგომარეობას, ვნახოთ სასამართლო როგორ არის, იქ რაღაცა კვლევების გამოქვეყნება ხდება. მეორე მხარეს კიდე ჩვენ ვიღებთ ემოციურ განცხადებებს, რომ ეს არის ის მოსამართლეები, რომელიც იყვნენ სისტემის მსახურები, რეჟიმის მსახურები, რომ ეს არის ის ძველი ღვინო, რომელიც ახალ ტიკში არ ჩაისხმევა. შესაბამისად, ვიღებთ აი ამ ორ ნარატივს, რომელიც წარმოადგენაც ხდება ამორჩევლის წინაშე და ჩვენ ვხედავთ, რომ ესეთი დემოკრატიის პირობებში ეს ნარატივები ხომ მოქმედებს ადამიანზე. რა მაგრამ რომელი წონის შენი აზრით, იმიტომ რომ აი საპრეზიდენტო არჩევნებზე მაგალითად ჩემი აზრით, აი ერთმა ნარატივმა კინაღამარ, ასე ვთქვათ, აჯობა მეორეს. და რასთავარია იმ ფონზე, როცა ხდება თვითონ აი ამ ოცნების ერთგვარი რაღაცა დაშლა და ის რაღაცა პროტოოცნებელები ტოვებენ. ძალიან კარგი, ხა მე რო ვამბობდი, რომ უკრაინის მოვლენები ჩვენზე ძალიან დადებითად აისახება. მე მგონი იგი გულისხმე, რომ იქ ცუდი მაგალითი. გულისხმობ იმას, რომ ალბათ ძალიან მალე ჩვენ მოგვეცემა საშუალება, რომ გავიდეთ რეალობაზე. იმიტომ რომ ჩვენ რეალობა გვეძლევა მხოლოდ ისეთ სიტუაციაში, როდის არის რაღაც აპოკალიფტური მდგომარეობა. ყოველდღიურობის სიტუაციაში ჩვენ ვიმყოფებით მე ესე ვიტყოდი აი ამ უკრაინული ეფექტის მდგომარეობაში. სინამდვილეში ესე იგი ჩვენ ასეც ვლაპარაკობთ, იქ არჩევანი არ არის. იმიტომ კი არა რომ დავუშვათ ოცნება და ნაციონალური მოძრაობა ერთიგივეა. არათა შემთხვევაში საქმე ჩვენ ვიმყოფებით ამ 30 წლიანი მე ესე ვიტყოდი რაღაც პარადიგმის ტყვეობაში. როდესაც თელი ამბავი არის ის, რომ როდესაც ილია ჭავჭავაძემ თქვა, რომ ჩვენი თავი ჩვენად გვეყუნებოდეს, რომ გულისხმობდა არა მხოლოდ რუსეთს, არამედ ნებისმიერ ქვეყანას. მათ შორის შეერთებულ შტატებსაც. და დასავლეთსაც, ჩინეთსაც, დასავლეთსაც, აღმოსავლეთსაც, ჩრდილოეთსაც. ჩვენი თავი ჩვენად გვეყუნებოდეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თვითონ განსაზღვროთ რა არის ჩვენი ნაციონალური ინტერესები. როდესაც ჩვენ ამას არ განსაზღვროთ, ვართ ტყვეობაში რაღაცა რელიგიის. ეს რელიგია გუშინ იყო კომუნიზმი და შეიძლება იყოს ნატო, შეიძლება იყოს ჩინეთი. ხო? აქედან გამომდინარე, სანამ ჩვენ არ ჩამოვაყალიბებთ და არტიკულირებას არ მოვახდენთ საჯარო სივრცეში რა არის ჩვენი ნაციონალური ინტერესი, მანამდე ვიქნებით აი ამ ხო, მაგრამ ეს გაცხადებულია ეს ნაციონალური ინტერესი რა არის? ეს არის დასავლეთ. არის შემთხვევაში არ არის გაცხადებული, იმიტომ რომ პარტიულ დონეზე გაცხადებულია. ყველაფერს დათვლა უნდა. ყველაფერს უნდა დათვლა. დასავლეთ არის თვლა. რამდენად მაწყობს მე დასავლეთთან ამ ტიპის ურთიერთობა. დასავლეთ თავიდან ამერიკის შეერთებულ შტატებთან რამდენად მაწყობს აი ამ ტიპის ურთიერთობა. როდესაც მე თვითონ ვაფინანსებ ჩემს ყველა ჯარისკაცს, ნატოს ყველა წვრთნის დაახლოებით 90% და ასე შემდეგ. სხვადასხვა ეს საკითხი ძალიან კარგად დააყენა დავით თარხან მოურავმა, ყველას ურჩევ უყუროს იმედზე ვაკეთებ ობიექტივის რეკლამას და შეხედეთ, დასავლეთი არის თვლა. და თუ დასავლეთი მე რაციონალიზმს მასწავლის, რატო არ შეიძლება რაციონალიზმი დასავლეთს მიუღუნო? დასაგებია ეგ მაგაში ამას ითვლიან და შესაბამისად არსებობს აქაც არის ორი ნარატივი. ეჯებარება რომ ითვლიან. თუ რამე მსგავსი არის ოცნების ასე ვთქვათ, ლიბერალურ ნაწილსა და ნაცმოძრაობას შორის ეს არის რელიგიური მოწიწება დასავლეთის მიმართ. კი, იმიტომ რომ მეორეს მხრივ არსებობს ძალიან კონკრეტული ნარატივი, ეს არის არა რუსეთს, იმიტომ რომ დღეს რა შეიძლება იყოს? რუსეთს არა, ეს არის პატრიოტიზმი. ზაზა, ნახე, როდის შეიძლება პოზიტიური მოვლენა. არა, როდის შეიძლება იყოს ჩინეთი, ეს არის ხვალ. არა, უღურე არის. დღეს ეს არის რუსეთი, ეს არის ერთი ნარატივი. არა მარტო, კაცო. შეიძლება ბევრი ვიღაცა მატყუებს, ესე იგი, რატო რა ვაჭარი არ შეიძლება მატყუებდეს? შეიძლება ვაჭარია დასავლელია, მაგრამ მატყუებს, რომ თავის ინტერესები აქვს. ანუ მე ყველასთან რაციონალისტი უნდა ვიყო. მე თვითონ უნდა დავთვალო. მე ქართველმა თვითონ უნდა დავთვალო და ვნახო, რადგანაც დასავლეთი რაციონალურია, ამ რაციონალიზმში მოტყუება ჩენდის. ანუ მე ყველას უნდა მიუდგე დასავლურად. ანუ არავის არ უნდა მაგრამ აი ამ სიას რო ჩამოვწერთ მევალეები, სიის სათავეში ექცევა რუსეთი, რომლის ჯარისკაცი და საქართველოს. და როცა სიის სათავეში პირველ ნომერზე ეს წერია. ხო და შევხედეთ და უცებ პირველ ადგილას აღმოჩნდა რუსეთი. შესაბამისად პირველ რიგში ცხადი შეიძლება მეორე ადგილას მატყუებს, კაცო. შეიძლება სომხების მატყუებენ, საერთოდ ჩემი ძმები არიან. ისევ ამბობ ეხლა.
ჩემი ცნობილი აფორიზმი ხო იცი, ფულიან ქართველს სომეხი ეწოდება და პირიქით. მოკლედ, ნებისმიერ შემთხვევაში ეს ნარატივი რომ რუსეთი არის ნომერი 1 ტერი, ეს არსებობს. არსებობს, რასაც შენი ძახი ეგ ნარატივი. მიუხედავად რაციონალური ნარატივი. ხოჭე ის ხალხი იძახის, რომ აი ზუსტად ეგ ფორმულა ეს არის სწორედ რუსული პროპაგანდის საერთოდ მე მგონია რომ მათემატიკის ცოდნა არის პუტინის. ვინც იცის მათემატიკა, ის უკვე პუტინის აგენტია. გასაგები. მაგრამ მე მგონი გავიგე რაც თქვი, მაგრამ სხვა რაღაცას ვამბობ. შენ ლაპარაკობ თემებზე, რომელიც გრძელ დროში გადასაწყვეტია. მოგესალმება, მე მქონდა გადაცემა დიდი დრო და ვერ გამოვდივარ ასე თქვა დიდი დრო, კი, ეს არის დიდი დროის თემები, მაგრამ არის ძალიან გადაუდებელი ამბები. ბანკისთან დაკავშირებით ჩვენც ვილაპარაკეთ ბევრი, შენ თუ გააქვს ჩემი მოსაზრება ამ კონკრეტულ შემთხვევაში გვითხარი, თუმცა ლაპარაკია სხვა რაღაცაზეა. კი ბატონო. აქ არის ლაპარაკი ძველი რევანშზე, რომლის რამდენად რეალისტურია ეს, იმიტომ რომ აი ეს ყველაფერი ხა შენ რასაც ლაპარაკობ, ხო, ამაზე ფიქრის კი არა, ამაზე მსჯელობის საშუალებაც აღარ იქნება. საერთოდ ზუსტად ისვა ამასინათ რასაც კი, ვიცი, რასაც ედავებოდნენ, რომ ანტიდასავლური განცხადებები გააკეთაო. და საინტერესოა, რომ სხვათა შორის ანუ ის რეალურად დაბრუნდა სწორი რაღაცა. შენ და სააკაშვილმა როდესაც მიშა მან უნდა თქვა რომ მართალია გავცვლი იმას რა ქვია ანუ ნატოს წევრობაზე შეგვიძლია ტერიტორიების სანაცვლოდ უარი თქვათ ამას ხო ეთანხმები აი მიხეილ სააკაშვილიც ამას დაეთანხმა არა იცი რა მიხეილ სააკაშვილს უნდა დავეთანხმოთ როდესაც ის სწორს ამბობს მაგრამ ის არნიშნავს რომ უნდა მივყვეთ მას იმიტომ რომ ხვალ იტყვის სხვა აუცილებლად იტყვის სხვას არა თუ შეიძლება თუ არა საქართველოს ტერიტორიაზე კანონები ერთნაირად ეს იყო კითხვა რომელიც აი ჩვენი წინა მინისტრისგან დამრჩა იმიტომ რომ საქართველოს პატარა ქვეყანაა მაგრამ ძალიან ჭრელი და არის რაღაც სხვადასხვა ტიპის თავისებურებები განსაკუთრებით მთიანი რეგიონებში არსებობს სხვა ადაწესები ხო ხა ჯერ ესეთი სიასროსაც საუბრობთ რომ მინისტრი შეხვდა უხუცესებს ანუ უხუცესის სტატუსს მე მგონი არც ერთი კანონი არ ცნობს ხო და აქედან გამომდინარე ესე იგი არსებობს რაღაცა ადათები და სხვადასხვანაირად უნდა მიუდგეთ თუმცა მინისტრი საუბრობდა იმაზე რომ კანონი ყველგან ერთნაირად ვრცელდება და შესაბამისად მის აღსრულებას წინააღმდეგ არ უნდა დაუდგეს მაგრამ რამდენად უნდა გავითვალისწინოთ რაღაც თავისებურებები ამ შემთხვევაში როგორი ქვეყანა არის საქართველო და შესაბამისად აი ამ ეს სიჭრელე შემდეგ რაღაც მისი პოლიტიკური ორიენტაციის განსაზღვრაში რანაირად გამოდგება. Ну, ძალიან კარგი შეკითხვაა. ანუ ალბათ ეს არის ერთ-ერთი ძალიან ესეთი საინტერესო როცა ლაპარაკობთ დასავლეთზე, აღმოსავლეთზე და საზოგადოებრივ რაციონალიზმზე როცა ლაპარაკობთ, რაციონალიზმი ყველაფერთან ერთად ნიშნავს იმას, რომ უნდა არა მარტო უნდა გამოხვიდე ზოგადი კანონიდან, არამედ უნდა გამოხვიდე რეგიონის სპეციფიურობიდან. შეერთებული შტატები რატომ არა დღემდე ყველაზე წარმატებული ქვეყანა, იმიტომ ის ამბობს, რომ როდესაც შეუძლებელია მონაწილეობა მოვლენებში, მას უნდა სათავეში ჩაუდგე. აი იგივე რო ავიღოთ Muslim Brothers-თან ამერიკის მიმართებაზე, სულ არ იყო ის მის მიერ პროვოცირებული, მაგრამ როდესაც გამოიკვეთა, რომ ისინი ხოსნი მუბარაკს ამარცხებენ, მათთან დაეკავა სათავეში მოექცა. აქედან გამომდინარე, უნდა გამოხვიდე ყოველ რაციონალიზმი რა არის, პრაგმატიზმი. რეალ პოლიტიკა რას ნიშნავს? ეს არის პრაგმატიზმი, რა თქმა უნდა, სანამდე შეიძლება უნდა ილაპარაკო, რომ კანონის უზენაესობა არსებობს, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში თუ შენ ამის თავი გაქვს და რაციონალიზმი, უნდა გამოხვიდე რეალობიდან. ასე რომ ძალიან კარგია, რომ უხუცესებს დაელაპარაკა. ძალიან კარგია ის რომ ეხლა ჩვენ ხო ყველამ ძალიან კარგად ვიცით რომ საქართველოში ეკლესიას აქვს გაცილებით უფრო სერიოზული როლი ვიდრე დავუშვათ ინგლისში ან დავუშვათ გერმანიაში. ამას ნუ თავისი ობიექტური არ მომობ იტალიაზე, იმიტომ რომ იტალიაში ეკლესიის როლი დაახლოებით ისეთია როგორც საქართველოში. აქედან გამომდინარე არსებობს რაღაცა რაც არის არაფორმალური. თუ ადამიანს აქვს პოლიტიკოს შეგნება იმისა თუ რა არის აი თუ მას აქვს ინტუიცია, სწორი ინტუიცია, ამ შემთხვევაში ჩემი აზრით გახარიას აღმოჩნდა ძალიან სწორი ინტუიცია, დიახაც თუ პანკისია და თუ ჩეჩნები არიან, რომლებიც თან ძალიან გვანან რაღაცებში ქართველებს და ქისტები, რომლებიც ჩვენი თან ეს პანკისელი ქისტები ძალიან გვანან ქართველებს სწორედ აი ამ არაფორმალურ ურთიერთობაში და
ისევ თავარი ეხლა არა იმდენად რელიგიური ფაქტორია, რამდენად ადათი, რომელიც შეიძლება რომელიმე ფორმალურ რელიგიაზე უფრო მაღლა იდგეს, ზოგადად ეს მომენტი უნდა გამოიყენო. გარე, მე მფიქრობ, რომ ისინი ეთნიკური უმცირესობებიდან ალბათ ჩვენ გვაქვს აზერბაიჯანელი, ეთნიკურად აზერბაიჯანელებით სომხებით დასახლებული რეგიონები, მაგრამ ისინი ალბათ ყველაზე უფრო მჭიდროდ იმყოფებიან რაღაცა. ისინი არიან პანკისელიქისტები, ბილინგვისტები, მე მაგალითად ჩემი კურსელი ერთ-ერთი, რომელიც იყო პანკისელიქისტი, გავიგე, როდესაც დაამთავრა საერთო უნივერსიტეტი, იმიტომ რომ იმდენად კარგად წერდა ქართულად ლექსებს. ისინი ცხოვრობენ ყოველ მე საერთოდ არც იხმარდა ტერმინს ამ შემთხვევაში ეთნიკური უმცირესობა. ცხადია. ზაზა, შენ ტელევიზორს არ უყურებ, მე როგორც ვიცი. ქართულ არხებს. ქართულ არხებს არ უყურებ. მარტო უკრაინას უყურებს. უკრაინულს კი. უკრაინულს უყურებს, ანუ გარეთ იცის უკეთ რა ხდება. იქიდან უყურებს საქართველოს. არა, მეგობრების სოციალურ ჩვენ ქართველები ამბებს ვიგებთ მეგობრებისაგან. ხო და მე აი ასე ქვია კიდევაც ახლა ამ ჩვენ ინტერვიუს ნარატივების ომი. ანუ რა რეალობაა სინამდვილეში ქვეყანაში. ანუ შენ იცი თუ არა იმ რეალობის შესახებ, რომელზეც მე თავიდანვე კითხე ახლა, რომ ერთი არის რაღაც სასტიკი რეალობა და ნუ აი ბოლო წუთებს ვითვლით. აპოკალიფსი კი და მეორე არის რომ ნუ ახლა შენ რა არა რომ შვეიცარია რო არ არის, ხო ვიცით ეს ისედაც. შენ გახსოვს 2012 წელს, როცა ეს საზოგადოებაზე ძალიან იყო გაყოფილი. დღეს შენ ხედავ რომ იგივენერად მე მგონი ამაზე კითხები. არა? ხო, არა, შენ როგორ ხედავ? მაგრამ თვითონ ესკატოლოგიური შეგრძნებები. და გაგვწევ რომელი ნარატივის გჯერა ამას გეკითხებ. არა, მე პირველ რიგში შენი ნარატივი რა არის საერთოდ? პირველ რიგში ვედობი საჩემს მეგობრებს, მეზობლებს, მას და ვერაფერს ვერ ვგზნობ მართლა. ამ გამოკითხვებში რა გაარკვი? ანუ შეგზნობ სიმშვიდეს და სტაბილურობას. არა, მე ესე ვერ ვიტყოდი, მაგრამ მე ვერ ვგზნობ რომ რაღაც აპოკალიფტური ხდება. მე არ მაქვს ამის შეგრძნება. გამახსენდა აპოკალიფსზე და ეკლესიაზე, იმიტომ რომ ეკლესიის გავლენებზე საფრანგეთი არის ალბათ ისე ზოგადად ერთ-ერთი ათეისტური ქვეყანა მიუხედავად ისა, რომ გამოკითხულთა სადაც 98% მაინც იძახის, რომ ის რაღაც მონათურული მაინც არის კათოლიკეთ და ორშაბათს ჩვენ ვნახეთ არა მარტო ვატიკანისთვის, კათოლიკური ეკლესიისთვის, არამედ ალბათ მთელი მსოფლიოსთვის ძალიან დიდი ტრაგედია, როცა იწვოდა პარიზის ნოტრდამი. ეს იყო ძალიან საინტერესო ყურება ადამიანების, იმიტომ რომ მთელი ღამის განმავლობაში უყურებდით ამას და ანუ ეს თვალწინ ხდებოდა ეს მოქმედება, თან ისეთი კერა იყო, რომ საშუალება ზუსტად გსოლნოდა რა ხდება, როდის დასრულდება ამის საშუალება არ იყო და ჩვენ ხედავდით ადამიანების მილიონობით ადამიანის ემოციას, როგორ აიხოვნენ ამას. არა, ეს ძალიან მიხო მარტივი რა თქმა უნდა, ფარანგები ლოცულობენ. მე მაგაზე მაგ ძალიან მარტივი პასუხი. შენ რა დაგანახა აი ამ დამანახა აი ძალიან როგორც ქრისტიანად და როგორც კათოლიკე. ზაზა თქვენს გილოცავთ, ასე უნდა დაგვეწყო. ქრისტე აღდგეს უნდა დაგვეწყო. ჭეშმარიტად ზობას გილოცავთ და ერთ კვირაში როცა მართლმადიდებლობას ეშინება აღდგომა ჩვენთან იქნება მსგავსი 7-ეული და აღდგომის განახლება, ანუ აღდგომის ფაზაში შევედით. ეს მომინდა. მე მიყვარს ძალიან ერთი ცნობილი ესეთი გამონათქვამი, რომ თვითმფრინავში რომელშიც ვარდება ათეისტები არ არიანო. აქედან გამომდინარე, როგორც კი დგება ეგეთი სიტუაცია ადამიანში ნებისმიერი ადამიანი არის საზრზე ორიენტირებული არსება. სანამ ის არის კომფორტში, მას არ იწდება მერტი, მაგრამ როგორც კი გაიხსენეთ ანჯეი ვაიდას ძალიან ძიმე ფილმი, დეკალოგი, პირველი ფილმი, ხო? სადაც არის მათემატიკოსი, ძალიან რაციონალისტური ცხოვრება. აი მართლა ძალიან ძიმე ფილმია. მაგრამ მე მგონი დეკალოგი კიშლოვსკის არ არის? უკაცრავ და მე ვთქვი? შენ თქვი ანჯეი ვაიდა. მე მგონი ესე იგი ანჯეი ვაიდა ესეთ სახეა რომ ყველა პოლონელი რეჟისორი ვაიდა. და თქონდა კიშლოვსკი დიდი მადლობა. კიშლოვ კიშლოვსკი პირველი ფილმი, ესე იგი მოგეხსენება პირველი მცნება რა არის რომ ესე იგი უპალმერტი არ არის სხვა ღმერთი გარდა უფლისა. მათემატიკოსი არის მთავარი მოქმედი პირი, ყავს ბავშვი, გაუშვებს ყინულზე და მისი გამოთვლებით ყინული იქნება. და ნუ რა ძალიან ძიმე ფილმია, სხვა შორის ფრედერიკ ჯეიმისონმა ერთ-ერთმა ცნობილმა ამერიკელმა ფილოსოფოსმა თქვა, რომ მე კიშლოვსკისო გავასამართლებდი ამ ფილმის გამო და უცებ დათბება და ბავშვი ჩავარდება ყინულში და კვდება და ეს მთავარი მოქმედი პირი რაღაც ესეთი უმძიმესი სცენაა და მიდის ეკლესიაში. და გამოდის ესეთი რაღაცა, რომ ესე იგი მათემატიკა, რაციონალიზმი, ჰარმონია და მეორე მხარეზე ღმერთი, რომელსაც მიმართავ მაშინ, როდესაც არის ძნელბედობის ჟამი
და ისე ადამიანში არის ჩადებული როგორც კი აი ეხლა კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს შორის რაღაც მომენტში საკმაოდ ძიმე ურთიერთობები იყო ხოლმე მშვიდობის პერიოდში და გულაგში და ჰოლოკოსტში ერთმანეთს აზიარებდნენ იმიტომ რომ აი ამ აბსოლუტურად არაადამიანური რეჟიმის წინაშე აი ეს განსხვავებები კარგავს ას მაგრამ ისე შეიძლება სწორედ იმიტომაც რომ მხოლოდ აი ესეთი განსასწრელი აშიშვლებს ადამიანს თავის ნამდვილობაში რაღაცა ისეთი რაღაცაც კი როგორც არის კულტურა და რაღაცა გვერდზე გადადის და ჩანს რა არის ადამიანი სინამდვილეში ხო და აი პრინციპში ახლა ამას რო უყურებთ სწორედ ეს მახსენდებოდა იმიტომ რომ აი განსაცდელის ჟამს რას იწყებს ადამიანი იწყებს ლოცვას და ეს ალბათ სავსებით ბუნებრივია ასე რომ ტაძარი გადარჩა ისე ტაძარი გადარჩა რომ ეს ტაძარი არის ჩვენ სულში და არა გარეთ ეს ნიშნავს რომ როგორც დიდი რუსი პოეტი ოსიპ მანდელშტამი იტყოდა не человек не город Рим живет среди веков а место человека во вселенной человек არის დაწერილი დიდი ასოთლის человек ამ შემთხვევაში ნიშნავს ვინ არის ადამიანი როცა დიდი ასოთი იწერება ეს არის ქრისტე не человек, не город Рим живет среди веков, а место человека во вселенной. შესაბამისად ეს ნიშნავს რომ რაღაც მომენტში შესაბამის ქართული გაყოფილი საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი შეიძლება გაერთიანდეს. ხო, აი როცა თვითონავი დაიწყებს ჩამოვარდნას, ყველა დაიწყებს ლოცვას. მაგრამ არა თუ გინდა ადამიანი მოგდავია სამყაროს სრულდება. ხო, მაგრამ ყველა ერთად ვარკვდება ამაში ამ თელის. აი აპოკალიფსის თელი მარილიც ის არის რომ ყველა ერთად გვდება. ესე იგი მე მგონი გადაიკითხეთ კლასიკა იონეს გამოცხადება. ჩემ დაწერილი არ არის. ზაზა შათირიშვილი ფილოსოფოსი იყო ჩვენი სტუმარი.